დამანგრეველი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდეა გაზრდილი. კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა დღის მეორე ნახევარში მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. დაღუპულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ნაპოვნია 78 წლის გურამ პეტრიაშვილის გვამიც, რომელიც 13 ივნისის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. სვანიძის ქუჩაზე მცხოვრები ხანდაზმული მამაკაცის ცხედარს ნანგრევებში მიაგნეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით 13 ივნის ღამით მომხდარმა სტიქიამ 14 მოქალაქე იმსხვერპლა, მათგან 12 უკვე იდენტიფიცირებულია. 9 ადამიანს კი ამ წუთებშიც ეძებენ. ჯერ კიდევ დილით დაკარგულთა რიცხვი 24 შეადგენდა, თუმცა საბედნიეროდ 14 მათგანი სახლებში დაბრუნდა. სტიქიის ზონებში, კერძოდ ვერეს ხეობაში, ზოოპარკის ტერიტორიაზე და სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამაშველო ბრიგადები ტერიტორიებს ნაშალი მიწისგან და ქვაღორღისგან მოხალისეებთან ერთად ათავისუფლებენ. გრძელდება დაკარგული ცხოველების ძებნაც, რომელთაგან რამდენიმე დღეს ზოოპარკის ვოლიერების მიმდებარე ტერიტორიებზე იპოვეს. გიორგი ფუტკარაძე მოკოცვის ახლა ბოლო ინფორმაციას გმირთა მოედნიდან. გიორგი, პირველ რიგში მოხერხდა თუ არა დაღუპულის იდენტიფიცირება? თამთა ჯერჯერობით ბოლო გარდაცვლილის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები, მოხდა მისი ამოსვენება. რაც შეეხება სხვა გარდაცვლილებს, 12 მათგანი უკვე არის იდენტიფიცირებული ბოლო ოფიციალური ცნობებით. ასევე კვლავ გრძელდება გაწმენდითი და სამაშველო სამუშაოები, როგორც გმირთა მოედანზე, ასევე ზოოპარკში, მდინარე ვერეს ხეობაში და ასევე სვანიძის ქუჩაზე. აქტიურად მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები, მოხალისეები, ჯარისკაცები, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები იმისათვის, რომ დაზარალებულებს დახმარება გაეწიოთ. ბოლო ვითარება ასეთია: გმირთა მოედანი ნაშალი მასალისგან გაწმენდილია, ზოოპარკის ნაწილი და ასევე ახალი გზა, რომელიც ვაკესა და საბურთალოს აკავშირებს. დღის მოვლენები, მთავარი მოვლენების კოლაჟი ჩვენ შეგვიძლია უკვე სიუჟეტში ვნახოთ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. დღის ბოლოს ოფიციალური ცნობებით დაღუპულია 14 ადამიანი. ბოლო გარდაცვლის მაშველებმა მზიურის ტერიტორიაზე მიაგნეს. კვალი იყო, მანქანა თავიდანვე ჩანდა და მე განხორციელდა შესაბამის მონიძება გატარდა, აღმოჩენილია მამაკაცის გვამი სავარაუდოდ. კიდევ ერთი ცხედარი დღის განმავლობაში სვანიძის ქუჩაზე აღმოაჩინეს. მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი სწორედ სვანიძის ქუჩაა, სადაც დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და ყველაზე მეტი 5 გარდაცვლილი სწორედ ამ ქუჩაზეა აღმოჩენილი. ძალიან საყვარელი პიროვნება იყო, ძალიან მეწოდება, იმიტომ რომ ძალიან საცოდავი სიკვდილით მოკვდა. დილას იპოვეს კარებსა და კედელს შორის ტალახით იყო მიწებებული კედელზე. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 10 პირი. ადამიანებს, რომლებიც სტიქიის შემდეგ გაუჩინარდნენ, ამ დრომდე ეძებენ. რაღაც მონაკვეთები არის, სადაც გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება იყოს ჩვენი მეგობარი და ყველას ვთხოვთ, რომ ვისაც შეუძლია, ვისაც ეხება ეს პროფესიონალებს, რომ მოვიდნენ და დაგვეხმაროთ. მთელი დღის განმავლობაში გმირთა მოედანზე, ზოოპარკში, მდინარე ვერეს ხეობაში და სვანიძის ქუჩაზე მაშველები, მოხალისეები და ჯარისკაცები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდნენ. ვერეს ხეობაში ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ვაკეს საბურთალოს დამაკავშირებელი გზა გაიხსნას. რაც შეეხება გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, დღეს მაშველებმა შეძლეს შლამისგან და ნაშალი მასალისგან ტერიტორიის გასუფთავება. ვეხმარებით გზიდან, ესე ვთქვათ, ბოტანილი ხეების დახერხვა, შემდეგ ამის დასაწყობებას, მანქანებზე დალაგებას და აქედან გატანას. გმირთა მოედანზე ძირითადი სამუშაოები მოწმენდითი დამთავრებული არის და ეხლა მიდის უკვე ზედაპირულად გაწმენდითი სამუშაოები. ყველა დაზარალებულ ოჯახში მზად ვართ გავაგზავნოთ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად იმუშავებენ და დაეხმარებიან დაშლამული და დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავებაში. რთული ვითარებაა ზოოპარკში. დღეს სამუშაოების შედეგად გაიწმინდა შესასვლელი, თუმცა ზოოპარკის სიღრმეში, სადაც მტაცებელ ცხოველთა ვოლიერები იყო, ამ დრომდე შლამითაა დაფარული. მაშველებმა დღის მეორე ნახევარში დაიწყეს ამოტვირთი სამუშაოებიც. აღმოჩენილია მკვდარი ცხოველები. დღესვე მაშველებმა შეძლეს ნიანგის და გარეული ტახის გადარჩენა. ნიანგი ახალ ვოლიერში განათავსეს, ხოლო ტახი კი ძველ ადგილს დაუბრუნდა. ვეტერინარებმა დღესვე გადარჩენილ პინგვინებს დახმარება აღმოუჩინეს. ნიანგი ლოკალიზებული იყო ზოოპარკის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ვოლიერში, წყალმა რომ დაიწია, აღმოჩნდა ხაფანგივით ვოლიერში, იქ მოხდა დაჭერა. ტალახში შემოპარული იყო და ხის ტოტებში სადაც ძალა დაკარგული იყო, ხო, მივაგენით და მიყავს დედამისთან. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი გაიზრდება. ამის შესახებ პროგნოზს აკეთებენ როგორც თბილისის, ასევე ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები.
ჯერჯერობით არ არის ზუსტად დათვლილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეხლაც მიმდინარეობს სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს დაახლოებით 30-40 მილიონი ლარი იქნება, თუმცა პირველი მონაცემებით ალბათ უკაცილებით მეტი იქნება ზარალი. დედაქალაქის მერი ვარაუდობს, რომ ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობის აღდგენა. უკვე ხვალ კი გმირთა მოედანზე, თუმცა ეს დიდწილად ამინდზეა დამოკიდებული. ახლა სამუშაოების მიმდინარეობა სწორედ ამინდზეა დამოკიდებული, გამომდინარე იქედან, რომ მცირენალექს კვლაველიან დღეს საღამოს და ხვალდილით შესაძლოა ამან სამუშაოები შეაფერხოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სხვადასხვა საბანკო ანგარიშებია გახსნილი, რომელზეც მოქალაქეებს საშუალება ეცემათ ეგძლევათ თანხა გადარიცხონ. დღესვე აქ იმყოფებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტი 1 მილიონ ლარს გადაურიცხავს დაზარალებულებს. მადლობთ გიორგი, ბოლო მონაცემები გიორგი ფუტკარაძე მოგვაწოდა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან.